გამარჯობა მეგობრებო. სანამ გაუყრიდეთ ამ ვიდეოს UFC-ს ბრძოლებს, მინდა რომ დაუჭიროთ მხარი ჩვენს პროექტს. დააჭირეთ ლაიქს, გამოიცელეთ არხი და კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრები. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოების გაკეთება. ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე: ისლამ ხაშევის ბრწყინვალე გამარჯვება. მეგობრებო, ისლამ ხაშევმა JDM-ს არაფრით აჩვერა წინააღმდეგობა, არაფრით. პირადად მე მოლოდინი მქონდა რომ ბრძოლა უფრო თანაბარი იქნებოდა, განსაკუთრებით სადგომზე, როდესაც ორივე მეომარები იდგნენ. ვფიქრობდი რომ JDM შეძლებდა უკეთეს რომ გამოეყენებდა ფეხის დარტყმებს და შეამცირებდა დისტანციას. ვფიქრობდი რომ ისლამი შესაძლოა ცოტა უკანა პლანზე დარჩენილიყო, მაგრამ სინამდვილეში ისლამი იყო უკეთესი დარტყმების შესრულებაში. როდესაც ბრძოლა მიწაზე გადავიდა, ყველაფერი სწრაფად დასრულდა. ისლამმა მარტივად აიღო ტაკდაუნები და დაუფლებოდა JDM-ს მთელ რაუნდში. ეს იყო სრული დომინაცია, მეგობრებო. JDM უბრალოდ ვერ გაუმკლავდა ამ ტაკდაუნებს და ვერ შეძლო საკუთარ პოზიციაზე დაბრუნება. ეს იყო სრული აბსოლუტური კონტროლი მიწაზე. ისლამ ხაშევმა შექმნა ისტორია. ახლა მას აქვს 16 უპრობლემო გამარჯვება, რაც მას ანდერსონ სილვას უტოლებს. 11 წელი უკიდურესად უუმარცხებლად. წარმოუდგენელი სტატისტიკა. ახლა ის უკვე 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონია UFC-ში, 70 კილოგრამში და წინა 60 კილოგრამის კატეგორიაში. მისი კარიერა შესწავლა საჭიროებს, მეგობრებო. მისი მომდევნო მოწინააღმდეგე შესაძლოა იყოს კმარ უსმანი, რადგან ის აქვს ძლიერი მოჭიდავე გამოცდილება, რაც შესაძლოა ერთადერთად შეძლოს ისლამის ტაკდაუნების შეჩერება. სხვა მოთამაშეები, რომლებიც არიან ახალგაზრდები, სწრაფები და ძლიერ დარტყმებში, შესაძლოა გააფრთხილონ ისლამი, მაგრამ მოჭიდავე შესაძლებლობებში ვერ ჯობიან მას. სტატისტიკა კიდევ უფრო ნაცვლად აჩვენებს დომინაციას. პირველი რაუნდი, ისლამმა 20 დარტყმა განახორციელა, JDM-მა მხოლოდ 11. ტაკდაუნები, სრული კონტროლი ისევ ისლამის მხარეს. მეორე რაუნდი, JDM-მა მხოლოდ 6 დარტყმა განახორციელა. მაშინ, როდესაც ისლამმა 76 დარტყმა მოახდინა 46-დან, 78% სიზუსტე. მესამე რაუნდი, კვლავ ისლამის სრული დომინაცია, JDM-ს არ ქონია ოდნავი წინააღმდეგობა. ისლამმა გამოიყენა calf kicks, რაც აშკარად ზიანს აყენებდა JDM-ს, რადგან მან დაიწყო პოზიციის შეცვლა და ფეხზე სწორად გომა აღარ შეეძლო. ეს კიდევ უფრო აჩვენებს, რომ JDM ვერ ადაპტირდა იმ ტაქტიკას, რასაც ისლამი იყენებდა. JDM ჩვეულებრივ მაღალი აქტივობის მქონე მეომარია, მაგრამ ამ ბრძოლაში ყველაფერი გამოვიდა არა მის სტილში. ისლამმა აიყვანა თამაში თავიდან ბოლომდე, მკაცრად და ზუსტად, რაც კიდევ ერთხელ ხას უსვამს მისი დომინანტურ უნარებს. მომდევნო პოლკაში გავეცნობით სავარაუდო მოწინააღმდეგებს ისლამისთვის, მათ შორის მაიკ მორალეს და სხვა ახალგაზრდა ნიჭიერ მებრძოლებს, რომლებიც შესაძლო პრობლემები შექმნან ჩემპიონისთვის. ახლა გადავხედოთ შესაძლო მომავალ მოწინააღმდეგეებს ისლამ ხაშევისთვის. პირველ რიგში მაიკლ მორალესი, რომელმაც გამანადგურებელი ნოკაუტი დაამარცხა შონ ბრადი. ეს გამარჯვება საინტერესოა, იმიტომ რომ დანა ვაიტმა აღნიშნა, ეს ბრძოლა შესაძლოა გახდეს ტიტულის ელიმინატორი. ანუ ვინც მოიგებს, იღებს შემდეგ შანს ტიტულისთვის. მაიკლ მორალესი სანდო დარტყმებშია ძლიერი, ზედიზედ უუმარცხოა, მისი ხელი მჭიდროდ და ზუსტად დარტყმებს. თუმცა მიწაზე მუშაობა, მოჭიდავე უნარი ნაკლებად აქვს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ისლამისთვის გამოწვევას წარმოადგენს დარტყმებში, ტაკდაუნების შეჩერება ეს მისი დიდი პრობლემა იქნება. თუ მორალესი შეძლებს 1-2 ტაკდაუნის შესაჩერებლად და რამდენიმე რაუნდი სადგომზე დარჩენას, შესაძლოა საინტერესო ბრძოლა მიიღოს. ახლა გადავხედოთ ლეონ ედვარდს. მას უკვე ნოკაუტით დაამარცხა კარლოს პრაქტისმა მეორე რაუნდში. ლეონ ედვარდს, მეგობრებო, როგორც ჩანს, мотиваცია აღარც აქვს. ბოლო წლებში მას არ განუცდია წარმატება, დამარცხება ბილალ მოჰამედის წინააღმდეგ, შემდეგ შონ ბრადი და ბოლოს ნოკაუტით კარლოს პრაქტისმა. ახალგაზრდა, სწრაფი და ენერგიული ბრძოლები ვერ აჩვენა რომ კვლავ კონკურენტუნარიანი იყო. ახლა ის ფაქტობრივად ხდება გეიტკიპერი. დაეხმარება ახალ მონდომებულ მოთამაშეებს, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცონ საკუთანი ძალა. მოვლენები ხას უსვავს UFC-ში კონკურენციის სიძლიერეს. მხოლოდ გამარჯვება საკმარისი არაა. მუდმივი დაცვა, ტიტულის შენარჩუნება, მაღალი мотиваცია, ფიზიკური მომზადება, ეს არის ის, რაც რეალურად განასხვავებს ჩემპიონს. ისლამ ხაშევმა დაამტკიცა, რომ მუდმივი პროგრესი და სიძლიერი აქვს, მაშინ, როდესაც ლეონ ედვარდს უკვე კარგავს კონკურენტუნარიანობას. ახლა მოდით სტატისტიკაზე შევჩერდეთ. მეორე და მესამე რაუნდებში ისლამმა განაგრძო სრული დომინაცია. ტაკდაუნები, დარტყმების სიზუსტე, კონტროლი მიწაზე, ყველაფერი აჩვენებს, რომ ისლამის ტექნიკური დონე ძალიან მაღალია. JDM-ის შეტევები ძალიან შეზღუდული იყო, მხოლოდ რამდენიმე დარტყმა და 50% სიზუსტე, რაც არ იყო საკმარისი. მიმდინარე სიტუაცია აჩვენებს, რომ მომავალი ბრძოლები იქნება უფრო საინტერესო, რადგან ახალი თაობის მეომრები, სწრაფები, ძლიერი დარტყმებში, მაგრამ ნაკლებად გაწუნილი მოჭიდავებაში შეიძლება გამოიწვიოს საინტერესო შედეგები. თუმცა ისლამი ყოველთვის აქვს სარგებელი მიწაზე. მისი ტაკდაუნები, მიწაზე კონტროლი, გაძლიერებული ტექნიკა, ეს მისი უდავოდ უპირატესობაა.
საინტერესო მომენტები მოიცავს ასევე ბრძოლებს სხვა წონით კატეგორიებში, მაგალითად ვალენტინა შვენჩკოს ეფექტური დომინაცია ვეი იანგზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მაღალი დონის ტექნიკა და სტრატეგია, გაწვნილი უნარები და ძალა თავარია წარმატებისთვის. მოკლედ, ისლამ ხაშევისთვის მომავალი იქნება გამოწვევებით სავსე. მაიკლ მორალესი, პიტუსი, შესაძლოა კმარო უსმანი, თითეული მათგანი ახალგაზრდაა მშიერი გამარჯვებისთვის და შეუძლია სერიოზული დარტყმა მიაყენოს ისლამს, მაგრამ ისლამი ყოველთვის სარგებლობს მის მოჭიდავე გამოცდილებით. მისი დომინაცია UFC-ში წლების განმავლობაში ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია. მისი სტრატეგია მყაცრად გათვლილია, ბრძოლების ანალიზი აჩვენებს, რომ ის არ უშვებს შეცდომებს. JDM-ის შემთხვევაში ეს აშკარა იყო. მთელი რაუნდი მიწაზე სრული კონტროლი და ბრძოლების სიზუსტე არაფრის გაკეთება ვერ შეძლო. ახლა გავარკვიოთ, რა გველოდება მომავალში ისლამ ხაშევისთვის და როგორ უნდა შევაფასოთ მისი სტრატეგია, მონაცემები და მომავალი გამოწვევები. მეგობრებო, ისლამ ხაშევი UFC-ის ახალი ხანგრძლივი დომინაციის სიმბოლოა. მან ბოლო 11 წელი არ წააგო და ახლა აქვს 16 უპრობლემო გამარჯვება, რაც მას ანდერსონ სილვას უტოლებს. მისი სტაბილური პროგრესი და ყოველი ბრძოლისთვის მკაფიო მზადება აჩვენებს, რომ ის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც სრულყოფილი ჩემპიონია. მომავალი ბრძოლების კუთხით ყველაზე შესაძლო და რთული მოცინააღმდეგე, ვინც შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული სირთულეები, არის კმარო უსმანი. მეგობრებო, კმარო არის ძლიერი მოჭიდავე, რომელსაც აქვს უკვე დიდი გამოცდილება წონით კატეგორიაში 70 კილოგრამში, წინა ტიტულის დაცვით და აქვს პროფესიონალური ტაქტიკური ხედვა. ის სჭირდება არა მხოლოდ ტაკდაუნების შესაჩერებლად, არამედ ამავე დროს სადგომზე დარტყმების და სწრაფი შეტევების შესაბრუნებლად. მომავალი ბრძოლა მაიკლ მორალესთან იქნება საინტერესო კომბინაცია ძალისა, სისწრაფისა და ტექნიკური უნარის. მორალესი მძლავრ დარტყმებში სწრაფია, დარტყმის სიზუსტე მაღალი აქვს, მაგრამ მიწაზე მუშაობაში ნაკლებად გამოცდილია. აქ ჩანს ისლამის უდავო უპირატესობა. როდესაც ბრძოლა მიწაზე გადადის, ის სრულ კონტროლს იღებს, ახდენს ოპონენტის დაჭკმეტას და აბსოლუტურად აკონტროლებს თითოეულ რაუნდს. რაც შეეხება სხვა მომავალი გამარჯვებულების UFC-ში, მათ შორის კარლოს პრაქტისსა და პიტუს, ისინი ახალგაზრდა, ენერგიულები და მშიერი გამარჯვებისთვის, მაგრამ მათი მოჭიდავე უნარი შეზღუდულია. ისინი არიან სერიოზული საფრთხე დარტყმებში, მაგრამ ისლამს შეუძლია მათი ტაქტიკური თამაში კონტროლზე აიყვანოს. ამავდროულად ახალგაზრდა მეორები მუდმივად იზრდებიან, სწავლობენ ტაკდაუნების დაცვას, რაც შეიძლება გამოიწვიოს საინტერესო ბრძოლები, მაგრამ მაინც საკმაოდ რთული იქნება ისლამისთვის, რომელიც უკვე მრავალი წელია სრულყოფს თავის სტრატეგიას. სტატისტიკურად ისლამის კონტროლი აჩვენებს აბსოლუტურ დომინაციას. საშუალოდ თითოეულ რაუნდში ის უკეთესი დარტყმების რაოდენობას ასრულებს, მაღალი სიზუსტით, მუდმივი ტაკდაუნებით და მიცაზე კონტროლით. JDM-ის მაგალითი ადასტურებს, რომ მიუხედავად კარგი მზადებისა, იმოქმედა სრულყოფილად მხოლოდ ისლამის სტრატეგია, რამაც გამოიწვია ბრძოლაში სრული უპირატესობა. იმის გათვალისწინებით, რომ UFC-ში კონკურენცია ყოველწლიურად იზრდება, ისლამ ხაშევი რჩება მუდმივ პიკზე, მისი სტრატეგია, ტექნიკა, ტაქტიკა, მიწაზე კონტროლი და დარტყმების სიზუსტე აჩვენებს, რომ ის UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონია. მის მომდევნო გამოწვევებზე ფიქრი აჩვენებს, რომ მხოლოდ ძლიერი მოჭიდავეები, როგორიც არის კმარო უსმანი, შეიძლება აყენონ სერიოზული წინააღმდეგობა. რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, ვალენტინა შვენჩენკო კვლავ აჩვენებს, რომ მაღალი დონის ტექნიკა, მუდმივი კონცენტრაცია და სწრაფი დარტყმების გამოყენება უზრუნველყოფს წარმატებას. ეს მაგალითი მნიშვნელოვანია ისლამისთვის. მუდმივი პროგრესი, ფიზიკური მომზადება და სტრატეგია აუცილებელია ტიტულის შესანარჩუნებლად. შეჯამებით ისლამ ხაშევი არის სრული კონკურენტუნარიანი ჩემპიონი UFC-ში. მისი მომდევნო გამოწვევები მოიცავს ისეთ მოჭიდავეებს, როგორიც არის კმარო უსმანი, ასევე სწრაფი, დარტყმებში ძლიერი მებრძოლები, როგორიც არის მაიკლ მორალესი და კარლოს პრაქტისი. თუმცა ისლამი სარგებლობს თავის უპირატესობა მიწაზე, რაც მას აძლევს საშუალებას სრულად აკონტროლოს ბრძოლა, როგორც სადგომზე, ასევე მიწაზე. მომავალი ბრძოლები გვაჩვენებს, რომ UFC-ში ყველაზე მნიშვნელოვანი არის სტრატეგია, კონცენტრაცია, ფიზიკური მომზადება და მუდმივი პროგრესი. ისლამი ამ ყველაფერს აერთიანებს, რაც მას UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ჩემპიონად აქცევს. დავასრულოთ, მეგობრებო, დასკვნით აზრით. ისლამ ხაშევმა დაამტკიცა, რომ პროფესიონალიზმი, მუდმივი მუშაობა, ტექნიკური მომზადება და მენტალური მტკიცება ყველაზე მნიშვნელოვანია UFC-ში. JDM-ის შემთხვევაში აშკარა იყო, რომ ერთი სერიოზული შეცდომაც კი მის კონტროლს აძლევდა.
მადლობა რომ უყურეთ EMGM სპორტის ვიდეოს. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა, არხის გამოცერა და კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრები. თქვენ დაგვეხმარებით რომ გავაგრძელოთ კიდევ უფრო დეტალური ანალიზები, UFC-ს მოვლენების განხილვა, მომავალი ბრძოლების პროგნოზი და ახალი სასწავლო ვიდეოების შექმნა. მე ვარ ენზო, თქვენს გულმათხիր მაყურებელთან ერთად, რეალისტი UFC-ს სამყაროში. დარჩით ჩვენთან, დარჩით მოტივირებულნი და მხარში დაუდექით ჩვენს პროექტს. მალე შევხვდებით ახალ ვიდეოში, სადაც გავაგრძელებთ UFC-ს 332-ის ანალიზს, მომავალ ბრძოლებს და სტრატეგიების განხილვას. მშვიდობა თქვენ!